მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, ძალიან დიდი ხანია არ შემოგითავაზებია ახალი ვიდეო. ეხლა ეს ვიდეო ცოტა დაიდება ზუსტად არ ვიცი, შეიძლება რაღაც ვიდეოებმა დაასწროს, თუმცა რაღაცეები დაიდება ნელ-ნელა წამოვა მოკლედ. ეს გვაქვს ამ მანქანის მიმოხილვა, რომლითაც აკუ არის ძალიან კმაყოფილი, განსაკუთრებულად, ხო, ნიკოლაუსთან ბოტები ვიყიდა, ჩამოვიდა, მუშაობს. დავტესტებ და მუშაობს. ეს გვაქვს ამ მანქანის მიმოხილვა, რომელიც გახლავთ JX460 Lexus-ის წარმოების. არის 2014 წლიანი, მაგრამ აწყობილი არის 2021 და ზევით ეგრეთ წოდებულ ცხვირზე. არ ვიცი სხვა რანაირად შეიძლება თქვა. ხო, ზოგადად რო გითხრათ ახლა რას წარმოადგენს ეს მოდელი? არის იგივე Prado 150, ანუ როგორც წინა JX იყო Prado 120, ანუ 470, ეს არის Prado 150. მეტნაკლებად პრემიუმ ან რაღაცა ლაქშერი ვერსია, რომელიც შეიძლება დავაყენოთ, არ ვიცი. ძირითადი სხვაობები ამასა და Prado-ს შორის, გარდა იმისა, რომ მანქანა ვიზუალურად რაღაცა დეტალებში განსხვავდება, რა თქმა უნდა, ისევე დაკიდების სისტემა, სავალი ნაწილი არის იგივე, რამაც ეგრეთ წოდებული ჩარჩო მანქანის არის იგივე, სალონით ძირითადად მეტნაკლებად იგივეა, განსხვავდება რაღაც მცირე კომპონენტები, თუმცა ყველაზე დიდი სხვაობა რაც არის ძრავი და გადაცემადი კოლოფი, რომელიც Prado-ში არ გვხვდება, ანუ 8 ცილინდრიანი ძრავი Prado-ს არ აქვს, აქვს მხოლოდ 4-დან 0, კი იცით უკვე ჩვენი რევიუიდან გამომდინარე და დიზელები და 2.7 ბენზინი, ამაში დევს 4 და 6 8 ცილინდრიანი ძრავი და თავიდანვე როცა გამოვიდა, მაშინაც ჩაიდო 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც Prado-ს დაემატა 2018 წელს, როცა გამოვიდა 2.8 ტურბო დიზელი და მე ბენზინებშიც მივე გარობკა გადაიტანეს გადაცემათა კოლოფი. ეს მოდელი არის ეგრეთ წოდებული პრემიუმი, კონკრეტულად ეს მანქანა და დავიწყოთ ნელ-ნელა თრიმებზე საუბარი, ანუ რამდენი ტიპის მანქანა არსებობს, რამდენი ტიპის თრიმი აქვს, ანუ როგორც Foranger's აქვს რამდენიმე მოდიფიკაცია, ანუ SR5 TL და შემდეგ, აქაც ხდება იგივე სიტუაცია, ოღონდ არის მხოლოდ 3 მოდიფიკაცია. ეს ჩვენი გამომწერი არის, გამოიწერი ბიჭო. ძირითადი მოდელები არის სტანდარტული, ანუ ყველაზე ბევრი ეგენი არის გამოშვებული, თუმცა არის ასევე base მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენთან ძალიან გავრცელებული არაა, უბრალოდ ბევრმა არ იცის, რომ base მოდიფიკაციაც არსებობს. base მოდიფიკაციას აქვს დისკები სხვანაირი, საჭეზე არ აქვს მაკაგონი და ასევე შეიძლება არ კონდეს სიდენიების გათბობა წინ. სავარძლების გათბობა წინ. რაც შეეხება სტანდარტულ მოდიფიკაციას, უკვე დისკები აქვს ანალოგიური, ოღონდ არის არა ამფერი, არამედ სტანდარტული ვერცხლისფერი. ასევე აქვს უკვე დამატებული სიდენიების გათბობა. ლაპარაკი ახლა. აქვს სავარძლების გათბობა დამატებული და როგორც base მოდიფიკაცია, ასევე სტანდარტული მოდიფიკაცია არ არის უკან აირბალიშების დაკიდებაზე, არის სტანდარტული დაკიდებით. და არ აქვს რეგულირებადი სიხისტის ამორტიზატორები. რაც შეეხება უკვე პრემიუმს, პრემიუმი და ლაქშერი პრაქტიკულად ერთ და იგივეა, ზოგი ლაქშერის სახის, ზოგი პრემიუმს. კონკრეტულად ეს მანქანაც არის პრემიუმი. არის ძირითადი სხვაობა ის, რომ დისკები არის შედარებით სხვა ფერში, ანუ ეგრეთ წოდებული განმეტალ ფერია უფრო. არ ვიცი, რა ფერია. აქ საჭის გათბობა, მარკ ლევინსონის აუდიო სისტემა, პრემიუმ აუდიო სისტემა, სიდენიების გათბობა, გაგრილება, სავარძლების გათბობა, გაგრილება, უკან აირბალიშებიანი დაკიდება და 4-ვე რეგულირებადი სიხისტის ამორტიზატორი, რომელიც რეგულირდება სალონიდან, დამატებით ორიგინალი აქვს, რომელსაც ხა ვიდეოში ჩავსვათ და ნახავთ. ძირითადი სხვაობები ამებში არის ეს. რაც შეეხება რესტაილინგებს, იყო 3 რესტაილინგი ამისი. პირველი გამოვიდა 2010-ში და 13 წლამდე იყო და არის ძველ ეგრეთ წოდებულ ცხვირზე, რომლის სურათსაც დავადებთ აქ რომ ნახოთ. მეორე რესტაილინგი გამოვიდა 14-დან 20 წლამდე და იყო რაღაცა კიდე სხვანაირ ცხვირზე და მე ბოლო გამოვიდა უკვე 20-დან და გამოდიოდა 20-24-მდე უკვე ესეთ ვიზუალზე, როგორც ხა არის წარმოდგენილი. სალონში ძირითადად ბევრი არაფერი არ იცვლებოდა, ანუ მოწყობა თითქმის იგივე არის, აი ბოლო 2021 წელს იყო ყველაზე დიდი ცვლილება და მაგ ცვლილებასაც სურათად დავაგდებთ რომ ნახოთ. გადავიდეთ მთავარ აგრეგატზე, მანქანის, რომელიც არის ძრავი. ამ მანქანაში ყველა მოდელში არის 4 და 6 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც გამომუშავებს 301 ცხენის ძალას, არის საკმაოდ გამძლე აგრეგატი, რა განსაკუთრებული პრობლემებით არ გამოირჩევა. ძირითადი პრობლემა რაც არის ხოლმე ამ მანქანებზე პრობლემა აქვს რადიატორს, ანუ რაღაცა გარბენისფერი ქარხნის რადიატორის ვიცი ხა რომ აქედან მარჯვენა მხარე სკდება ხოლმე და იწყებს ჟონოვას ანტიფრიზისას, ანუ ყველას ემართება 99% რაღაც გარბენის მერე, ანუ პლასმასი ხისტდება და მერე წნევაზე სკდება. და მეორე ძირითადი პრობლემა რაც არის wallaping leaks ეძახიან, ქართულად როგორ ვთქვა, არ ვიცი, wallaping leak, ანუ შიგნით ამას რო ახდი ბლოკში ხო გადის
წყლის მილი, რომელიც გაგრილებისთვის გამოიყენება. მაგის უკანა მხრიდან შუასადებს გაზდის? შუასადებს გაზდის ხოლმე და უკანა მხრიდან იწყებს გაჟონოს და უკანა მხარეს ეწოდება დაბლა და მაგით ხვდებიან რომ მაგ მანქანას დაწყებული აქვს ეგ. ანუ ეგაც თითქმის ყველას ემართება და უბრალოდ დასერვისებელია ხოლმე. დანარჩენი ცეპის შეცვლა და მსგავსი ტიპის სერვისები ამ მანქანას არ ჭირდება, არის სტანდარტულად Toyota-s რეჟიმში, ასე ვთქვათ, რაც აკოს ძალიან არ მოწონს და იძახის რა უბედურებაა საერთოდ ეს. კაი, всё. ცხენები გითხარი, ხო? 61 ცხენის ძალა გითხარი. ერთია მთავარი. ილაპარაკოს კარგები აცადე. ხო, აკო მოდი აი მაგ. აი ესეთი ცხენი რატო გაუკეთესო? ამითი არის აკო ძალიან უგმოყოფილი. მაგით არა, მოდი ჯერ კარგი ვიყიდოთ. მსგავსი ტიპის მანქანა რო იყიდოთ, დაახლოებით შედება 25-დან 30000 დოლარამდე, რაც არ არის პატარა თანხა დამეთანხმებით. საწყის ფასი ძახი ალბათ. მე ვიძახი პრემიუმს ნორმალურ მდგომარეობაში დაბალ გარბენიას, თორე 2013 წლიანი მოდელი შეიძლება რაღაცა 20-მდე ბიუჯეტში. 2024 წლის მოდელი მაგდენი ნამდვილად არ იღრება. 2024 წლის მოდელი ის ბევრად უფრო მეტი. ბლოკები რაღაცა დამხმარე საშუალებები. უგზოობისთვის გათვალისწინებული საშუალებები და გავლენა არის სტანდარტული Toyota, არ არის არც ერთი ხიდის ბლოკირება, გარდა ცენტრალური ხიდის ბლოკირების, ანუ უკანა ხიდის ხისტი ბლოკირება, წინა ხიდის ხისტი ბლოკირება. მსგავს ტიპის უკანა არც ერთს არ ქონია? არა. და პრადოს ხო აქვს? პრადოებს აქვს. კი. ამას 460-ზე არც ერთს არ ქონია. აქ მხოლოდ სტანდარტულად traction-ი და ზოგ ვერსიას მოყვება MTS-ი, ანუ multi-line select-ი, რომელიც არის Toyota-s სისტემა უგზოობაზე სასიარულო. ამ კონკრეტულ მოდელს არ აქვს, თუმცა ნებისმიერ მსგავს ტიპის მოდელს შესაძლებელია, რომ დაყენდეს აღნიშნული MTS-ი, ანუ მანქანაში ჩადებულია კომპიუტერი და ღილაკები იცვლება და გიაქტიურდებათ ეგ ფუნქციონალი მანქანა შეგიძლიათ გამოიყენოთ, ანუ აირჩიოთ შესაბამისი ზედაპირი, სადაც section-ი უფრო კარგად გეხმარებათ, რომ მანქანამ ეს კონკრეტული ისინი გადალახოს. პეტლის ჭკარო დაგრჩება, აი ქულის მიკროფონი. ბოდიში მაგისტვის ჩვენ. ბიჭო, ბიჭო, ყურებზე მცივა. ეს ზევით ნარეზი არ გესწმის ხოლმე რო გელაპარაკები. გავაგრძელოთ რა შეუძლია ამ მანქანას უგზოობაზე. პრაქტიკულად ესაც იგივენაირადაა როგორც Forerunner-ი, დაახლოებით იგივენაირი მომზადება შეგიძლიათ ამ მანქანის როგორც Forerunner-ისა. მაგრამ რაღაცეებს ჭირდება უფრო მეტი ჩარევა, მაგრამ რაღაცეებს ჭირდება უფრო ნაკლები ჩარევა. მაგალითად ამ მანქანას 33-იან საბორი უფრო მარტივად იღება, ვიდრე იგივე მეხუთაობა Forerunner-ზე და უფრო ნაკლები გადაკეთებები გჭირდებათ. ეხლა დაიწყებს საყორო ეგრე არაა თმობა. ის უფრო მაგარია, მაგრამ ეგრეა. და მათ შორის 35-იანი საბურავიც უფრო მარტივად იღება, ვიდრე მეხუთაობა გება, მაგრამ გადაკეთებები ჭირდება. კონკრეტულად ეს ჩემი მანქანა ეხლა რას უყურებს არის სტანდარტულ მდგომარეობაში. არ აქვს ძალისხური, არაფერი არ აქვს გაკეთებული სტანდარტულ მდგომარეობაზეა და ეხლა აყენია 32 ინჩიანი საბურავი. რას ვაგენებთ ხოლმე? ძალიან იშვიათად უკანასვლისას თუ სადმე რაღაცას მოედება, რაც შეიძლება რომ უბრალოდ გავართმოთ ფენით და მივიწვიოთ ის ადგილი და არანაირი პრობლემა არ ექნება. 32-იანი საბურავი სტოკში დგება ჩვეულებრივად. თუმცა ახლა უგზოობაზე გამოსაყენებლად ესეთ მანქანას დიდად ვერ გამოიყენებ, ხო? თქვენ ხვდებით, ანუ მინიმუმ პრობლემა რაც აქვს პრადოსთან შედარებით რო შევადაროთ პრადოს. წინა ბამპერი აქვს ბევრად უფრო დაბალი და ასევე უკანა ბამპერი აქვს ბევრად უფრო დაბალი. ძირითადად ვისაც უნდა ეს მანქანა რომ გამოიყენოს უგზოობაზე, საქართველოში ასე რამდენიმე ადამიანი არის, თუმცა ამერიკაში რაც უფრო პოპულარულია და გავრცელებული არის, იჭრება აი ამ კანზე წინა ბამპერი და უკვე შესაბამისი შეტევის კუთხეები მანქანას ეზრდება და არის მეტნაკლებად ნორმალური. თუ უკვე ძალოვან ბამპერს დავაყენებთ, ხო, ნუ მაგ შემთხვევაში საერთოდ იქნება მომდევნო. რაც შეეხება მომზადების კუთხით, ყველაფერი ყენდება იგივე რაც Prado-ზე, ან მეხუთაობა Forerunner-ზე, ან 470 GX-ზე, ერთი და იგივე არის უმეტესობა ნაწილები. მათ შორის წერო და დარნი იაგა და ესეთი უბედურებებიც ერთი და იგივე მიდის ამ ორივე მანქანას. ამით დავასრულოთ ეს ნაწილით და გადავიდეთ უკვე პლუსებზე და მინუსებზე. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, ანუ პლუსები და მინუსები ჩაგვეწერა ამ მანქანისთვის, ავსტრალიიდან მოვიწვიეთ ჩვენი ტექნიკური დირექტორი, ბატონი აკაკი ქათამიძე, რომელიც ახლა აგვიხსნის ამ მანქანის მისი თვალით დანახულ ყველა მინუსს და მე ვეცდები რომ ეს მინუსები ან გავაბათილო, ან ვაღიარო, სხვა გზა არა. ხო, ჩემი მანქანა არის ნომრებზე შეატყობდით, მაგრამ დიდი ხანი არის ჩემი მანქანა თვითონ არ გაიხარდეთ, ამ ჯეიქს არ ვიტოვებ, იყიდება. განსაკუთრებით იმ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობს ეხლა მე. აკო. დავაი გავუშვი. პირველი, ანუ ვიცი როგორ ჯერ პლუსებით უნდა დავიწყოთ, მოიცა. პლუსებით დავიწყოთ? მაშინ მე ვილაპარაკებ, თუ პლუსებით უნდა დავიწყოთ. მე რა მომწონს ამ მანქანაში? პირველი რო არის რაღაც ელემენტიანი, თქმა უნდა. არის ძალიან კომფორტული სასიარულო, აი მაგალითად ეხა ვიყავით სვანეთში, ვიდეოები ვერ გადავიღეთ, მაგრამ 17 საათი მივიდიოდით ერთი გზა და ძალიან კომფორტულად ჩავედი, არ დავიღალე. რაღაცა შორგზაზე რომ მიდიხარ, ხმის იზოლაცია ძალიან კარგი, შიგნით კომფორტი კაია, აუდიო სისტემა კარგია. ანუ ეს ყველაფერი მათ შორის Toyota-s გამძლეობასთან ერთად, ჩემთვის არის ყველაზე დიდი პლუსი, რაც აქვს ამ მანქანას.
და ანუ რა თქმა უნდა პლატფორმა, რომელიც შესაძლებელია რომ მომზადდეს საკმაოდ მარტივად და რაღაცა ძირეული ჩარევების, გადაკეთებების, რაღაცეების ჩაჭრა, მოჭრის, გადაჭრის და ამ შემდეგ გარეშე. ანუ უნდა ჩაჭრა მარტო როგორც თქვით, რაღაცა პლასტმასის ბამპერები, ან მიაყენო დალოვანი ბამპერი და შეგიძლია მომზადო იგივენაირად როგორც ყავდა მომზადებული ჩემი ფორანერი ან წინა ჯეიქს. ან შეიძლება ისე ოპ პლუსები შემთხვევით მოწევა შეუძლია აქ. მეტი პლუსი ამანქანს არ აქვს. ამ ეს მანქანა მე ყოველთვის დამომწონდა. ნორმალ ჩვენც ყველა მანქანა ზოგადად მოგწონს. ყველა კაი მანქანა მოგწონს, ხო. არა ვარ ჩასწრული. უბრალოდ ახლოს რომ მიდიხარ და ახლოდან ახლო მე რაღაცა პრეტენზიები მიჩნდება მე პირადად. მეტად ფულს როცა იხდი. ფულს როცა იხდი და გეუბნებიან რომ ძალიან პრემიუმში იხდი ფულს და მე რეალურად რომ ეს ცოტა მოგატყუეს. პირველი რაც ძალიან შესამჩნევია სიარულოს არის უკანა დაკიდების სისტემა, რომელიც პრემიუმში გადის. ეს ჰაერის დაკიდება ბალიშებს ეძახიან, ხო? ანუ იმდენად უაზოდ არის დაკონფიგურირებული, რომ დადიხარ რომ გირტყავს. ანუ უფრო კომფორტული რომ გახადო ზამბარებზე უნდა გადაიყვანო. დავამატებთ უკან ვიჯექი და ხელში ტელეფონი მეჭირა ავტობანზე და ტელეფონში ტექსტს ვერ ვკითხულობდი ისე ვიბრირებს. ხო, ჩაგეჭრები ძველ ჯეიქსებში რაც ვიჯექი, მე რატომაც ვიფიქრე რომ ძალიან დიდი უკვე ამორტიზირებული იყო და რაღაცა ჭირდან შერემონტებული იყო ისე რომ არ იყო კარგად და იმიზაზე ეგ იყო. მე ნუ ახალშიც რომ ჩავჯექი ხა ამას ეჭვება რომ რა პრობლემა ქონდეს, მაგრამ ისე გირტყავს. ერთ-ერთი პლუსი რაც აქვს ორ პაჭკაცემეს რომ ჩადებ, თავისით ლეველინგს გააკეთებს. არ დარჩება დაწესებული. ADS-ზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ტრასაზე ბევრად კარგია. ეს მანქანა რომ ოფროუდისთვის გახადოს სამხმარლო, ეს ყველაფერი რაც Lexus-ი ამაში პაკეტებს და მოხსნა გადაყარო და ისევ დაახარჯო და იყიდო ეს დაკიდების სისტემა, რაც უნდა დაახარჯო ფორანერს და რა. ბოდიში ჩამოჭრები, ან ADS-ის შემთხვევაში არაფერს გადაყარა და გადაგდება არ ჭირდება. ხისტია შეულებრივად. დაგიდების შემთხვევაში არ იცი ხისტია თუ არა. მე არ ვიცი, შენ საიდან კი არ. დადიხარ ხა ხო. ეხა ხისტია? მე შემიძლია გითხრა ესეთი რაღაცა. მე მყავდა 470, რო ჩამოვიყვანე იყო აირბალიშებზე და იყო ანალოგიურად ხისტი. არ ამაზე უარეს. დაიბახის და გადავიყვანეთ ბევრად კაი გახდა. ხო, KDS-ის იმას არ ვქონდა, მაგრამ ბევრად კაი გახდა. არც ამაში არაა გამორიცხული, KDS-მა რაიმეზე ხელი შეუშალოს. შეიძლება შეუშალოს, შეიძლება არ შეუშალოს. შეიძლება იგივენაირად დაარბინოს. ყველაფერში კარგი არ არსებობს. ეს KDS-ი კარგი რისთვის არის ტრასაზე სასიარულოდ. ანუ პრეტენზია მანდ მიჩნდება, რომ ტრასაზე თუ უნდა ვიარო, ეს მანქანა საერთოდ არ შედის მაგ პარამეტრებში აღждდება. ანუ ბევრად მაგარი მანქანა შეგიძლია ტრასაზე სასიარულოდ იყიდო გერმანული წარმოების, რომელიც ტრასაზე ისეა მონები და არც მანევრი დაგაკდება. არც არაფერი. მანდ არის ჩემი პრეტენზია. მე მივცე მაგას რეკომენდაციას, რომ წავიდეს და იყიდოს რაიმე X5 ან Q7 ან რაიმე მსგავსი ტიპის მანქანა. ვიარო კარგად, ბევრად კარგი იქნება X5-ის და X3-ის, გერმანული 3-ის. მინუსების ნოტაში დავამატებდი აუცილებლად ამ მანქანის. აი ხელი დაადო. საწვავის მოხმარება. ოფროუდზე გათვლილი მანქანა. ანუ ყველაფერი რასაც თავაზობს უნდა მოხსნა, გადაყარო და უკიდო ავტომატიკად. რა მე მსე მანქანას უნდა გაუ. ხო, მათ შორის ეგ ძრავის პლუსი, ანუ 8 ცილინდრიანი რო არის, მათ შორის მინუსიც, იმიტომ რომ წვავს საკმაოდ ბევრს, ანუ ამ მანქანის ერთ-ერთი თავარი მინუსი იქნება ალბათ წვა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულ მდგომარეობაში არის და გზაზე, ანუ შორმანძილზე ხომ ესტიაში რო ვიყავი, ავედი ჩამოვედი საშუალო გამომივიდა 16 ლიტრი, იქ სიარულითაც მათ შორის ინვაში და აღმართებზე და ასე შემდეგ. თუმცა მანქანა სუსავსე იყო, მაგრამ აი კონკრეტულად ქალაქში სიარულის დროს წვავს სადღაც 18-დან 20 ლიტრამდე, ხოლო გზაზე უკვე გადაადგილებისას ახლა ძალიან ბევრსაც აღარ წვავს დაახლოებით 12-13 ლიტრის ფარგლებში. გააჩნია კიდე როგორ იდით. მოდი ბარემ აქვე კომენტარებში დაგვიწერეთ, რას ფიქრობთ, ანუ აკოს უფრო ეთანხმებით თუ მე უფრო მეთანხმებით. მსგავსი ტიპის მანქანა. არა, მე მაინტერესებს ჩვენი გამომწერების აზრი. მე დავაჯამოთ და გამოვიტანოთ ჩვენი ვიდეო. რასაც ვლაპარაკო, მაგაში რა შეიძლება შემეცნავდი, არ არის ეგრე. აი წამ იყიდოს მინუსებში ვლაპარაკო, ამის მუხრუჭებზე აღარ გითქვი არაფერი, რო არა. აი მუხრუჭები არა გვაქვს. ხო იგივე მუხრუჭები აქვს რაც რანერს. მითქო რა. არა. შენ თუ მუხრუჭი გენახოს კიდე. კარგი რა, არ ვიცი, ანუ მე არ ვიცი. მანქანა მოვიპარეთ. ხო. და ეხლა უფრო მშვიდ გარემოში გადავინაცვლებთ გიორგის გარეშე. ნახე, ხა უკანა მხარე რაკნას. გირტყავს. ხო და ზანტია რა, ამათი Toyota-ს დამახასიათებელი რაც არის. მოკლედ, მარგე ხელს გვიშლიდა და გადავწყვიტეთ, რომ ცალკე წამოსულიყავით, ხედავთ ისევ ამ მანქანას და
ეხლა მოდი რეალურ ემოციების გარეშე პლუსებზე და მინუსებზე გადავიდეთ და შევაფასოთ ეს მანქანა ერთად, ხო აკო? ხო, უფრო წყნარ გარემოში, უფრო დეტალურად. მოდი ეხლა სალონიდან დავიწყოთ და შევადაროთ რაში გამოიხატება ეს Lexus-ი, რატო ქვია ამას Lexus-ობა ან არ ვიცი ასე შემდეგ. აი ეს Lexus წარწერა რო გვაქვს. ამაში ვიხდით ფულს. კიდე აი ეს სკამი მართლა მომეწონა, იგივე სკამია რეალურად რაც დგას Foreigner-ში. გათბობა აქვს, გავსინჯეთ და გაგრილება აქვს თუ ცივ ჰაერს უბერავს უბრალოდ. ნეიტრალურ ჰაერს. ყოველთვის ჰაერს უბერავს ხოლმე. მატერიალები რაც გამოყენებული, აი ეს პლასტიკი, Foreigner-ზეც იგივეა. ანუ Foreigner-ზე აი აქ ამ ადგილას არის. ხო, ეს ზემოთ არის, მაგრამ აი თვითონ მატერიალების ხარისხის ვიზახი იგივე არ არის განსხვავებული. აი ეს ტყავი არის ცოტათი უფრო რაღაც შესახებად. ეს გვაქვს აქ დამატებული სავარძლების მახსოვრობა. მახსოვრობა აქვს, რაც Prado-ს არ ვიცი, Foreigner-ს არა. აი ეს პლასტიკი ზუსტად ერთ-ერთი იგივეა, ფორმა, ყველაფერი იგივე აქვს, რაც Foreigner-ს. საჭე, ნუ აი ეს რაღაც ვითომ პრემიალურია. ხო, ამ მანქანას აქვს პრემიუმი რახან არის. Mark Levinson-ის აუდიო სისტემა კარგია, Prado-ში მაგალითად მაგას ვერ შეხვდები. ხო, JBL-ი არის Prado-ში. ხო, მაგრამ ნუ ეგის სხვაობები არ არის, რაც მანქანას გადასროლ პრემიუმს ხდის ჩემი აზრით. გვაქვს ეს სტანდარტულად downhill assist-ი, ეს დამატებული გადაცემა და მაღალი გადაცემა, ცენტრშორისი ბლოკირება ღილაკზე. მოკლედ, მოლოდინები ამ მანქანას იყო ის, რომ ყოველთვის ძალიან მდიდრული და ვერ ვაძრავი და რაღაც გვეგონა, მაგრამ ახლა რომ მივედია, ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ამ მანქანამ ჩემში, ნიკოლაუსაში, მარგი არ ნებდება და მოვიშორეთ, იმიტომ არ ყავს. ხო, ანუ საქმე რაშია ახლა? Toyota-მ რა გააკეთა, აი ფილოსოფია რა არის ეს? აიღო Prado, სალონი გამოაცალა, ეს ტყავის სალონი რასაც ხედავთ არის და ძირითადი სხვაობა არის ეს. კიდე იმედგაცრუება რაც ეს ყველაფერი რაც სარკის ჩამოწევა, საჭის რაღაცა, აი ეს ყველაფერი კომპლექტაციებში და რაღაც ოპშენებში რა ითვლება, არის 80-იან წლების ტექნოლოგიები, არაფერი განსაკუთრებული ახალი არ არის. არ არის, ჩემს იმედგაცრუება არის ის, რომ 20 წელამდე გამოდიოდა ეს მოდელი და არის პრემიალური და უნდა გადავიხადო ბევრად მეტი ვიდრე Prado ღირს და ანუ აი ეს მატერიალები, რა ჩვეულებრივი პლასტმასია, აი არ ვიცი. და დაკიდებაზე რო გადავთ, იქ ბევრად ცუდად არის საქმე და გეტყვით ჩვენას რატო არის ეგ ბევრად ცუდად საქმე. ამას რა აქ ნახე სპორტი, ანუ რეგულირებადი სიხისტის დაკიდების სისტემა აქვს ესე ვთქვათ. ანუ ეხლა გადავთარგმნოთ ეგ რას ნიშნავს რეალურად, ხო? ანუ აქვს სპორტი, ნეიტრალური და ნორმალი და კომფორტი. ანუ ცვლის ამორტიზატორის დაკიდების სიხისტეს. არის უფრო ბილდი გადადის დაბყოლებს და არის უფრო ხისტი, ტრასაზე გათვლილი ასე ვთქვათ. ეს ციტრა ტექნოლოგიაა. ჩემ Hilux Surf-ი რომ ყავს 96 წლიანია, რო ჩამოვიდა, არის მაღალი კომპლექტაცია, SSRG იყო იაპონიაში. ეს ამორტიზატორებზე მიდის ელექტროობა და ღერძი ტრიალებს და ვალის კლაპნის გამტარიანობას ცვლის. ეს აყენია 30 წლის წინანდელ ჩემს მანქანაზე. აი ეს 20 წელს დღევანდელ პრემიალურ მანქანაში, რომელიც რო ჩამოვიდა, ჩავჭერე და გადავყარე, დავაყენე მე უფრო დაკიდების სისტემა. ანუ კაი, და ყველაზე საშინელება რაც ამ მანქანას გავუკვეთეს, არის უკანა ჰაერის დაკიდებაზეა. ანუ არ ვიცი რა ბალიშებზე. Toyota-ში აიღეს, ეს ბალიშები თქოს შეაყარეს, გაბერეს და დაუყენეს ორი ესეთი სენსორი, რომ სიმაღლე თუ შეიცვალა, გაასწორე თავის პოზიციაზე. საშინლად მუშაობს. ტრასაზე ეს მანქანა ანუ უგზაობას და გრუნტიან გზაზე საშინლად მომენტი ხარ გირტყავს, ანუ ვერ ამუშავებს. არ ვიცი, დაკონფიგურებული ვერ არის ისე, რომ ჩაყლაპოს დარტყმები. გირტყავს დაკიდების სისტემა. წინ არის სტანდარტული Toyota-s დაკიდების სისტემა. ან ცხვირი არ შეცვლილა და უკანა ნაწილი შეცვალეს. KDS-ი აქვს. რომელიც გრუნტზე საშინელება მე ძალიან არ მომწონს. ანუ საბოლოო ჯამში ეს მანქანა ახლა გარეთ რო გადავთ ვიზუალსაც დავათვალიეროთ. ბევრად მორგებულია ტრასაზე.
და ტრასაზეც ანუ ან სასახად მორგებულია ტრასაზე მე დასკვნა გამოვიტანე რა თუ პრემიალურზე და ამ კლასის მანქანებზე გავდივართ ტრასაზე ეს მანქანა არაფერ შეერწება ხო ვერ დადის იმიტომ რომ მანდ უკვე ამის კონკურენტები რო ჯერტი ვინ არის ამის კონკურენტები და ამ მანქანის დანიშნულება სწავლო ჯამში ვაფშე ვერ გავიგე რა არის ანუ რაღაც მე მგონი ნიშა უნდათ Lexus-ში რომელიც აღმოეფხრათ და უბრალოდ აიღეს ხელთ რაც ქონდათ და ანუ არაფერი არ შეცვალეს პრემიალურს რო ვიხდი და ბევრად მეც ვიხდი მინდა რომ მანევრი მქონდეს მუხრუჭებიც კი იგივე აქვს დაჟე უფრო გაუარესებული იმიტომ რომ წონა მეტი გვაქვს რეგულირების შეცვლა აი ეს კაბელი მოდის და ეს ღერძი ტრიალებს აი ეს ჩემს 30 წლის წინანდელ Hilux Surf-ზე ეს ამორტიზატორები აყენია დანარჩენი არის ესეთი პრინციპი ხო აი ეს ხედავთ ხო აი სადენი არის და აი აქ რაღაც ანუ რაღაც ატრიალებს ამას კუთხეს უცვლის და ვალესა კლაპნის გამტარიანობა იცვლება და შეგისტეს ცვლის ამორტიზატორი მუხრუჭები იგივეა რაც Forerunner-ზე Prado-ზე შესაბამისად ანუ მანქანის წონა გაცილებით მეტია ძრავი ვითომ 300 ცხენი აქვს მაგრამ იგივეა აი საერთოდ არის მანქანა გაფრთხილია აი გოროობის რეჟიმზე წყარად რო არაფერი დინამიკა და ის ხო და რეალურად Prado-ში რო ყიდულო Prado-ს იქ არ გიჩნდება ეგ პრობლემები პრეტენზია იმიტომ რომ ყიდულობ ამერიკულ Nivas მარტივად რო თქვა არის სამუშაო ვერსია დიზგინა დიზელის ზრავით იყიდა ეკონომიურია თუ ეს KDS-ი და ის მაინც მოგწონს იქაც შეგიძლია ეგ ვერსიები იყიდა ავისწავლე იქაც შეგიძლია ქონდეს და ანუ ბევრად თავიდან რა იცი რა სიგებს რა და არანაირი პრობლემა არ გაქვს რომ ის პლასმასია მყარი პლასტიკია ის არის ეს არის არ გაინტერესებს ანუ მანქანას ყიდულობ აი Toyota-ს დამახასიათებელი კომფორტი გრუნტიან გზაზე სიარულიც რაც არის მზამბარებიან დაკიდებელ ზრდამულის Toyota 80 არა 72 წელს რო გააკეთა და მას ლამაზად და მარტივად და გამძლეობით მუშაობს არაფერი და პრემიალურად რო შეტენეს აი ეს რაღაცეები ვაფშე არ ზდება არაფერ საშინელებაა თალსახად ეს მანქანა შექმნეს საერთოდ არ არის მორგებული არა მგზნობისთვის არ შეუქმნიათ არ არის ეს უტილიტარული მანქანა როგორც Prado არის ეს არის ასფალტზე თუ ავტობანზე თუ რაც იქნება ანუ ყარ ზედაპირზე გადასაადგილებელი მანქანა მაგრამ მანდ უკვე პრეტენზია მეტი გაქვს რომ ან მუხრუჭები გინდა კარგი ან მანევრი როგორც არის საბოლოო ჯამში ეს კომფორტულ სალონში ჩარჯვე და პრემიალურული მაგ ყველაფერი მინდა ყველაფერი პრემიალური მოუყვეს იქ აჩქარებაც მანევრიც და ყველაფერი ანუ საბოლოო ჯამში ვერსად ვერ წერია ეს კონფიგურაცია რაც არის და მე ვერ მივხვდი ამ მანქანის დანიშნულება რა არის RX-ი ბევრად უფრო მაგალითად Lexus RX მოდელი ჩემთვის ბევრად უფრო მისაღებია ეხლა რო უყურებ იმიტომ რომ იცი რომ მაგას რო იყიდი უნდა იარო ან ქალაქში დადიხარ ყოველდღურად ან ჩვეულებრივ სამოქალაქო გზებზე გათვლილი მანქანაა რომელიც მანევრის სფეროთ სულუქი გაქვს და ზრავებიც უფრო ალბათ დინამიურია და აი ეს ვერ გავიგე მე პირადად ნიკოლაუსაც მეთანხმება ჩვენ თემატიკას რო არ გავწდეთ რადგან ეს მანქანა რომ მოვიაზროთ სიტყვაზე ან ვინმე მოიაზროს უგზოობაზე სასიარულად რეალურად რას შვებით ეს ბევრი მოყვარული ყავს ამას აქამ ჩვენ სანამ ჩვენს ერთ-ერთი მოყოლები ვიყავით რომ აი მაგარი მანქანაა მაგრამ მიზეზები ის თუ რატო აღარ არის ჩვენს მაგარი უკვე ითქვა და ამერიკაში YouTube-ზე შეჩაწერე overlanding-ზე ძალიან ბევრი ხმარობს და ძალიან დროს ყავს მომზადებული და ამისთვის რომ ეს მანქანა მოამზადა overlanding-ისთვის უნდა გაატოიოტო როგორც ნიკოლაუსამ თქვა წინაზე და კარგად გამომეწონა ეგ ტერმინი ანუ ეს ყველაფერი რაც ის Lexus პრემიალურ პაკეტში ხავს უნდა მოხსნა გადაყარო და დააყენო გადაიყვანო ზამბარებზე ოქრო დაკიდებაზე ესენი მიჭრა მოჭრა ზედმეტი ჩამოშვერილი რაც არის ძალოვანები ამაზე ყენდება რომელიც ინტეგრირდება როგორც ახსნით იმიტომ აღარ დავინტერესებულო ამის ეს შეტევის კუთხეები შემცი გაიზრდება და ნუ გეყოლება რაფერი Lexus-ი ვერ ვაძრავით რომელიც Toyota ვერ ვაძრავით так პრობლემა არის ის რომ ბიუჯეტი და ფასი ხო ეხლა აქ ჩვენთან შეიძლება დამტრეული იგივე ფასი ჩამოიყვანო და ეგ სხვა ფილოსოფია მაგრამ ზოგადად როცა ახალს ყიდულობ მაგ დანიშნულებით იხდი ბევრად მეც ხო ვიდრე Forerunner ამერიკის Forerunner-ი თუნდაც Prado ყირს ხო ანუ აქ საუბარი იმაზე გვაქვს რომ რეალური ღირებულება ამ მანქანის დროს როდესაც ეს მანქანა იხდი იმდენს რამდენიც უნდა ღირდეს გაუგებარია პრობლემა სად წამოვიდა ჩვენ რომ Prado-ზე ოკეი ვარ და მოგწონს და ძალიან კარგი მანქანა იმის გათვალისწინებით რასაც თავაზობს და ზედმეტი ფანატიზმის გარეშე ანუ პრეტენზია არ აქვს მანქანა
როცა მეუბნები რომ პრემიალური უნდა იყიდო და ვიხდი, რა ვიცი 30-40%, მე ეს თავაზობ ამ პრემიალურს და ვერაფერს ზედმეტად მეც ვერ ვიღებ. აი მან და შეიძლება ეკითხვა, ხო? თორე რეალურად ცუდი მანქანა არ არის, უბრალოდ იმ განმოსახედიდან რომ პრადოსზე როცა ვიძახით და პრეტენზია არ გვაქვს რომ არის მარტივი მანქანა, აქ როცა ვიძახით რომ ლექსუსია და რაღაც პრემიუმი უნდა იყოს, არ არის. ხახნულად ისე როკ თავაზის პრემიუმ პაკეტი და ზამბარები უნდა დაუყენე რომ უკეთესი გახდეს, აი გამესმის რა რაღაცა უკან მარტივი იყო, ადრეც თქვით რა, უკან მარტივი იყო. ბალიშის, არა, მე ვიძახი რომ ქარხანაშივე ბალიში დაუყენეს. იმიტომ რომ მარტივი იყო რა, ზამბარა გამოაძრეს, ბალიში შეტენეს და წინ ხო საერთოდ არაფერი არაა შეცვლილი. ანუ ერთ-ერთში არის გადმოკოპირებული. ანუ აქ უკვე რაღაც დამატებითი ეს Toyota-ს, მოკლედ Toyota იდეალურად მუშაობს ის რაც გააკეთეს 80-იან 70-იან წლებში და რასაც ზედმეტად ხელი მოკიდეს, მიუხედავად ეს რაღაცა გავალკეულობა. ეხა ის არ გითხრათ, რომ ამას იმიტომ ვიყიდულობ, რომ მაგალითად გამძლია და ეგენი მე ნაკლებად მჭირდება, ხო და მაგას ვამბობ ჩვენც, რომ თუ გამძლეობოდა იზგინ ამ ყველაფერს Toyota Prado-ს თავაზობთ, რომელიც ბევრად იაფია დიზელის ძრავზეც არის. სამუშაოდ აი ვიცი 2 და 7 ძრავითაც შეგიძლია იყიდო. ანუ მანდარი ჩვენი აცდენა ამ ლექსუსთან შედარებაში, თორე ისო გამძლია და რაღაცა მაგაზე არ გვაქვს პრობლემა. მაგ ყველაფერს ისიც გთავაზობს. აქ პრემიალურობაზეა და ამ ზედმეტ-ფას რა შევიხდი მაგის გაურკვევლობაში ჩვენთვის აქ ხა დრონდელი ამ ვიდეოს ჩაწერის მიზანი. აი ამის დანიშნულება რა არის? მარტო უკანა ნაწილი დაწევა. ხო, წინას ვერ აწევს. ბალიში მარტო უკანა. ერთ-ერთი ლოგიკური მიგნება არის, რომ ბანკში რამე ჩაალაგო, რომ უფრო მარტივად სიმაღლე რომ მოიგო, ანუ მარტივად რომ შეელაგო. რამდენით 5 სანტიმეტრით რო დაწიო მაქსიმუმ, რამდენით უნდა დაწიო. წესიერ მანქანას თლიანად იწევა დაწევა, მაგალითად აქ გემო მანქანებს ეგეთი რაღაცაა. აი თორნიკეს Land Rover-ს აქვს, ოღონდ იქ მართლა მთელი მანქანა იწევა. Land Rover-ს რო დასცინით ხოლმე, მარგი განსაკუთრებით ჩვენ. 4-ვე დაკიდება ბევრად დახვეწილია, 4-ვეზე ჰაერის დაკიდება ბევრად კარგად მუშაობს და 4-ვე იწევა. ანუ თლიანი მანქანა ადის ჩადის და ეს მარტო ტრაკის აწევა დაწევა არ ვიცი რაც მაგალებს. რაღაც ადგილი იყო რა დარჩენილი და ესე ხო არ დავტოვებთო და მოდი გავაკეთოთ. კიდე ერთხელ აღნიშნავ რა, აი ძალიან შეუსაბამოთ არის წინა მხარე და უკანა მხარე, იმიტომ რომ ეს განსხვავებული. გეონები ზამბარები იციან და გააკეთეს. ანუ ამ მანქანისგან თუ მართლა გინდა რაღაცა გამოიყო, ანუ უნდა გადაყარო, რაც ქარხნულად აქვს დაკიდებაში, დააყენო, რაც Prado-ს აქვს ან Forerunner-ს. და მე იქნება კარგი. ფაქტ იყიდება და ხო, აი დაიდება მალე მაი ავტოზე და შეგიძლიათ იყიდოთ ძალიან კარგი მანქანა. აი, მოდი ამით დავამთავროთ. დანარჩენი დაგვიწერეთ კომენტარებში და მომავალ შეხვედრამდე, ხო? დავიდეთ, აბა კარგი. წავიდეთ. კიდე ისე ამაში კიდე ამაშინად ჩავჯდეთ რა. ჯაყა